საჭმლის მონელების დარღვევები ბავშვებში, ჩვენებები. ამ სიბუქებს საჭმლის მონელების დარღვევას გამორიცხავს ნახულს და სტაგნაციას, კურნალობს ყივანახველას, ასთმას, შვილ ბავშვთა საჭმლის მონელების დარღვევებს და ასკარიას. ეს მასაჟი კეთდება ისე როგორც სურათზეა მოცემული. თითების მეორე თითიდან დაწყებული ნეკა თითამდე, ანუ საჩვენებელი თითიდან დაწყებული ნეკა თითამდე, შუა სახსარში ვახდენთ ცერა თითით დაწოლას ამ სახსარზე, ცერა თითის ქვემოთ ამოდებულია საჩვენებელი თითი, ისე ვაქცევთ ამ სახსარს ორ თით შუა და ვაწვევით ცერა თითით დაწოლის მოძრაობებს ვაკეთებთ. 100 ჯერ თითო თითზე ან წრიულ მოძრაობას. რის შედეგადაც ხდება საჭმლის მონელების დარღვევის მკურნალობა, ის რაც ჩამოვთვალე ზემოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ სუბუქებს საჭმლის მონელების დარღვევას გამორიცხავს ნახველს და სტაგნაციას, კურნალობს ყივანახველას, ასთმას, შვილ ბავშვთა საჭმლის მონელების დარღვევებს და ასკარიას. გააკეთეთ ეს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, დილას აღამოს, სულ რაღაც დასჭირდება ამას რამოდენიმე წუთი, 2-3 წუთი, რის შედეგადაც თუ ამას გააკეთებ სისტემატურად, შედეგი იქნება გარანტირებული. ასე რომ ვისაც სჭირდება, ვის ბავშვსაც აქვს საჭმლის მონელების პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ამ მეთოდს. ყოველგვარი წამლების და ფინანსური დანახარჯების გარეშე თქვენ დაეხმარებით თქვენ ბავშვებს, რათა მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებსაც ვერანაირად ვერ აგვალებს ვერც ერთი მედიკამენტი და რა თქმა უნდა ეს არ დაგიჯდებათ თქვენ არც ერთი თეთრი. დააკვირდით ყურადღებით, ყველაფერი მოცემულია სურათზე, მეც გითხარით როგორ გააკეთოთ ეს მასაჟი და გაუკეთეთ ბავშვებს ეს მასაჟი. ცოტა ხნის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ ნახავთ ამ მასაჟის უდიდეს ეფექტს. ასე რომ, დაგეზარებათ, გააკეთეთ ეს და შედეგიც არ დააყოვნებს. კიდევ ვიმეორებ, ეს ამაში თქვენ არ დაგეხარჯებათ არაფერი, უბრალოდ გააკეთებთ იმას, რასაც მე ვამბობ, ყურადღებით მოусმინეთ და უყურეთ ამ ვიდეოს. მადლობთ ყურადღებისათვის. გისურვებთ ჯანმრთელობას.